მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის GT channel-ი. დღეს გავაზრობთ კიდევ ერთ ამანატს Gearbest-დან. ამანატი გამოიყურება აი ესე. არის საკმაოდ პატარა. ცოტათი დაზიანება ეტყობა აი ამ ადგილას. რაც შეეხება თვითონ ამანატს, მოდიოდა რა თქმა უნდა ნიდერლანდების პოსტით და რა თქმა უნდა ასევე ტრეკ ნომრით. მოდი თვითონ ამანატი გავხსნა და ვნახოთ თუ რა არის ამ ამანატში. ვებით გადავდოთ ეს დანა. რაც შეეხება შემცველობას, აქ არის Xiaomi-ის სამაჯურები. თუ არ ვცდები, უნდა იყოს Xiaomi Mi Band-ი და ასევე უნდა იყოს Xiaomi Mi Band 1S-ი. ეს არის Mi Band-ი. დავახუროთ. ესეც რაც შეეხება ამას უნდა იყოს Xiaomi Mi Band 1S-ი. აი ეს როგორც ხედავთ, სენსორი აქვს. ამის ვიდეო განხილვა შეგიძლიათ ნახოთ აი ამ ადგილას, საკმაოდ კარგი სამაჯურებია და ყველას გირჩევთ. რაც შეეხება შემდეგ ნივთს, შემდეგი ნივთი ეს არის განკუთვნილი ავტომობილისათვის. ვეცდები ახლა დეტალურად გაჩვენოთ თვითონ ეს ნივთი. როგორც ხედავთ, ანტისტატიკურ პარკში არის ჩადებული, რაც ძალიან კარგია. მოყვებოდა როგორც ხედავთ CD დისკი, რომელშიც უნდა იყოს პროგრამული უზრუნველყოფა კომპიუტერისათვის და ეს არის მეგობრებო მანქანისთვის განკუთვნილი ბორდ კომპიუტერზე, ეგრეთ წოდებულ ბორდ კომპიუტერზე შესაერთებელი მოწყობილობა. მე სიმართლე რომ გითხრათ, ამაში დიდად ვერ ვერკვევი, ეს არის Bluetooth-ი. როგორც ვიცი, შეგიძლიათ ჩაიწეროთ ტელეფონში პროგრამა და აკონტროლოთ ყველა მონაცემები, ანუ შეცდომები მარტივად ამოაგვიყვეთ. დაახლოებით ღირდა ეს ნივთი $6-7. თუ დაინტერესდებით მსგავსი ნივთის გამოწერით, მული იქნება, შეგიძლიათ გადახვიდეთ, ნახოთ. ვეცდები მე ამაზე უფრო მეტი ინფორმაცია მოვიპოვო და თუ შევძელი კომენტარებში აუცილებლად დავწერ. ნუ ეს მეტის ნამდვილად ვერ გეტყვით, რახან დიდი არაფერი არ ვიცი ამით, ეს გადავდოთ. რაც შეეხება შემდეგ ნივთს, ესეც საკმაოდ საინტერესო ნივთია. გამოიყურება ფიზიკურად აი ესე. შეგვიძლია შეფუთვა ვნახოთ. აქ არის მცირე ინსტრუქცია, არის ინგლისურ ენაზე. თუ დაასტოპებთ და ნახავთ, აი შეგიძლიათ ნახოთ მონაცემები. ნუ აქ მეტი არაფერი, ცოტათი დამუშავებულია ყუთი, მაგრამ წესით არაფერი არ უნდა მოსვლა და რაც შეეხება თვითონ ნივთს, ასე ამოვიღოთ. აქ დევს მხოლოდ პულტი და მეტი არაფერი, როგორც ხედავთ, ეს შეგვიძლია გადავდოთ დროებით. ვიზუალურად ახლოდან ეს თვითონ ეს მოწყობილობა გამოიყურება ესე. აი ამ ადგილით შეგიძლიათ ჩაამაგროთ იქ, სადაც მოდის კვება ავტომობილის. პლუსი ის არის, რომ თქვენ შეგიძლიათ ამის რეგულირება, როგორც ხედავთ, ხმა თუ გესმის. ასევე პლუსი ის არის, რომ შეგიძლიათ შეერთოთ ფლეშ მეხსიერების ბარათი. თქვენ ასევე შეგიძლიათ ჩადოთ აი ამ ადგილას micro SD ბარათი. აქ აქვს მიკროფონი, როგორც ვიცი, და აქ აქვს ღილაკები, როგორც ხედავთ, აი აქ არის ეკრანი. ასე არის ზარის მიღების ღილაკი, ზარის გათიშვის ღილაკი, ეს ხმის აწევის ღილაკი, ეს დაწევის, ეს გადაართვის, აქეთ გადაართვის და ეს დაპაუზების. ანუ ამ მოწყობილობის ფუნქცია შემდეგია. პირველი რაც გითხარით, არის FM რადიოს მიმღები, ანუ თქვენ შეგიძლიათ ტელეფონით დაუკავშიროთ ამ მოწყობილობას და ჩართოთ სიხშირეს, აყენებთ აი აქ რა სიხშირეც გნებავთ და შესაბამისად ირთვება ჩართოთ უნდა ავტომობილში იგივე სიხშირე და რაც ამ მოწყობილობაში მიდის მუსიკა, იგივე მუსიკას გადმოსცემს მანქანის დინამიკები, მაგრამ დიდი პლუსი ის არის ამის, რომ გარდა ამისა თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ზარები, ანუ თუ მაგალითად ტელეფონი დაკავშირებულია Bluetooth-ით ამ მოწყობილობაზე და ტელეფონზე გირეკავთ ვინმე, შეგიძლიათ აი ამ ღილაკს დააწვეთ და შესაბამისად ავტომობილის დინამიკებში გაიგებთ ხმას. ასევე შეგიძლიათ იგივე პროცედურა
გააკეთოთ ამაზე, ანუ ამ ღილაკზე დაწოლისას შეგიძლიათ გათიშოთ. მე როგორც ვიცი, ეს არის საკმაოდ საინტერესო ნივთი, ამ საიტზე საკმაოდ პოპულარულია. თუ შეძენა გსურთ ამ ნივთის, შეგიძლიათ მული ნახოთ აი აქ და ვეცდები მე კიდევ ერთხელ გადავიღო კიდევ ერთი ვიდეო გადავიღო, სადაც ნახავთ ამ მოწყობილობის დაკავშირებას მანქანაზე და თუ როგორ მუშაობს და ჩემსაც გეტყვით შემდეგ ვიდეოში. მოკლედ ამაზე მეტი რა შემიძლია გითხრათ, თუ შეკითხვები გექნებათ, შეგიძლიათ დაწეროთ, მული იქნება აღწერაში ამ ნივთის და გადავიდეთ შემდეგ ნივთზე. ხოლო ბოლო ნივთი ამ ამანატში არის აი ეს, როგორც ხედავთ, შეგვიძლია ეს გადავდოთ. ვიზუალურად აი ესე გამოიყურება, ალბათ ლოგოთი მივხვდი რომ ეს არის Xiaomi-ის პროდუქტი, ერთ-ერთი პროდუქტი. ხოლო აქ არის mini დინამიკი, როგორც ხედავთ, საკმაოდ პატარაა, თვითონ ყუთში და შესაბამისად პატარა უნდა იყოს. შეფუთულია ქარხნულ პარკში, მცირედი დაზიანება აქვს, რაც შეეხება მონაცემებს. შეგიძლიათ აი აქ ნახოთ. ესე იგი აქ ძირითადად ჩინურადა, როგორც ვიცი 4-დან 0 Bluetooth-ის დაკავშირება აქვს. და ფაქტურად თითქმის არაფერი ინფორმაცია არ ჩანს. მოდით თვითონ ფიზიკურად გავხსნათ, დავათვალიეროთ და მინდა გითხრათ, დღეს მხოლოდ ნახავთ ამ ნივთის ვიზუალურ დათვალიერებას, ხოლო ვეცდები კიდევ ერთი ვიდეო გავაკეთო, სადაც იქნება ამ ნივთის დაკავშირება ტელეფონთან, როგორი ხმაიც, ანუ ტესტირება, სრული ტესტირება და შემდეგ შემეძლება გირჩიოთ ამის შეძენა. ყოველ შემთხვევაში მული იქნება აღწერაში. მოდით თვითონ გავხსნათ და დავათვალიეროთ ვიზუალურად თუ როგორ გამოიყურება. ფასი დაახლოებით მერყეობს $10-დან $13-14 ფარგლებში ამ ნივთის. Xiaomi-ის ყველა პროდუქციას მე შემიძლია 5-იანი დავუწერო, იმიტომ რომ ყველა ხარისხიანია და იმედი მაქვს, არც ეს გამირცრუებს იმედებს. აი ეს ინსტრუქცია, რა თქმა უნდა, ჩინურად, რაც არ გვაინტერესებს და ესეც თვითონ დინამიკი. შეფუთვაში მეტი არაფერი არ არის, როგორც ხედავთ. აი ესე გამოიყურება ეს დინამიკი ახლოდან, არის ძალიან ლამაზი. როგორც ხედავთ, აქ აქვს დინამიკისთვის გამკეთებული ხვრელები. გარედან არის მასალა ალუმინი და არის ოქროსფერი, როგორც ხედავთ. ამ საიტზე არის 3 ფერის ვარიაცია, არის შავი ფერის, ვერცხლისფერის, მული იქნება, შეგიძლიათ გადახვიდეთ თქვენ თვითონაც ნახოთ. მე შემიძლია ვიზუალურ მხარეში 5-იანი დავწერო, რაც შეეხება ქვედა მხარეს, აი ამ ადგილით თქვენ შეგიძლიათ ჩამოიკიდოთ ეს დინამიკი ბრელოკის სახით, რაიმე სამაგრზე. აქ აქვს, როგორც ხედავთ, ღილაკი, ჩართვის ღილაკი, აი თუ დავაწვევით. აი როგორც ხედავთ, ჩაერთო და აი აქ არის ინდიკატორი, რომელიც გვამცნობს ინფორმაციას, რა სტატუსია. აქ არის micro USB პორტი, რომლის მეშვეობითაც ვტენით თვითონ ელემენტს. რაც შეეხება ელემენტს, დაახლოებით არის 300 mAh-ი. ნუ თქვენ თვითონაც შეგიძლიათ აქ წარწერები ნახოთ რა მონაცემებისა. ქვედა მხარეს აქვს რეზინის მასალა, რახან ძირში დადებისას არის რეალოს. და არ ვიცი, მე მაგალითად ჯერ ვერაფერს ვერ გეტყვით, მოკლედ ამას გავტესტავ კარგად. შემდეგ აქ აი ამ ადგილას იქნება ვიდეო, რომელშიც ნახავთ ამ ნივთის სრულ განხილვას. მოკლედ მეგობრებო, მეტი რა შემიძლია გითხრათ, კიდევ ერთხელ გეტყვით, აი ამ ნივთის და იმ ნივთების რაც გამოვიწერე და ნახეთ ამ ვიდეოში იქნება აღწერაში, შეგიძლიათ გადახვიდეთ ნახოთ, სულ შემთხვევაში შეგიძლიათ შეეძინოთ. დღეისთვის სულ ეს იყო მეგობრებო, გამოიწერეთ ჩვენი არხი YouTube-ზე, გამოიწერეთ ჩვენი არხი Facebook-ზე. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ, კარგად ბრძანდებოდეთ.